როგორ მოგესალმებით. მშვენივრად რაღაც შეჯამების ეტაპზე, მოკლედ 2024 წელს ალბათ მე მგონი ყველა ჩვენი ესე ვთქვათ, მაყურებელი რაღაცაირად ეტაპზეა, მოკლედ ვაცილებთ ამ წელს, მივესალმები რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს და მოვედი ძალიან ესეთი საინტერესო კვირის პროგნოზით. წინა დღესასწაულებია, ოღონდ ცოტა არაორდინალურად გამოდის ხო, წლევანდელ წელს სხვანაირი ახალი წელია და რაც ძალიან მახარებს, ნახეთ, ამ კვირაში ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. 31-ში, აი გამთენიისას, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა და ძალიან სიმბოლურია, რომ ძველ წელს ახალმთვარეობით ვაცილებთ. ის საინტერესო კომბინაცია გვაქვს. იმიტომ რომ რაკიღა ახალმთვარეობას ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი ფუნდამენტის გაჭრა ხდება და 31 დეკემბერს ჩვენ ვიცით რომ სრულებინად ჩავიფიქროთ სიმბოლურად ესე ვიცით, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტორი არის ის რომ 31 დეკემბერს ახალმთვარეობა უწევს თხის ზოდიაქოს ნიშანში. და ეს არის ზოდიაქოს ის ნიშანი, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ოცნება ასე ვთქვათ, ასრულებადი არის, თუ კი ჩვენ მას მივუდგებით პრაქტიკულად, დიდური პოზიციით, არ დაგვეზარება ვიშრომოთ, ძალიან პრინციპულად გვეცოდინება რა გვინდა, რა მიზნები გვაქვს წინ დასახული, საკმაოდ ესეთი ჰარმონიული, კარგი ახალმთვარეობაა მოკლედ და აქედან გამომდინარე, ეს 31 დეკემბერი ზუსტად არის ძალიან მნიშვნელოვანი და გრანდიოზული გეგმების დასახვის. და სადღაც აქედან მოყოლებული 5 ნახევარშიგვში ჩვენ დავინახავთ იმ შედეგებს, რაც აი 31 დეკემბერს მოვინიშნეთ და ვთქვით, რომ აი მე ამას გავაკეთებ, მე ეს გამომივა, მე ეს შემიძლია. და რა თქმა უნდა, არ დაგვეზარება, მოკლედ ვიშრომოთ და ჩვენი მიზნებისკენ ძალიან პრინციპულად. ანუ მასშტაბური სურვილების ჩაფიქრების დღე არის, ხო? ნამდვილად და აუცილებელი არის, რომ ვიყოთ პრაქტიკული იდეალისტები. იმიტომ რომ თხისქის პრინციპი არის ესეთი, რომ ის მოინიშნავს ხოლმე მიზანს, იმიტომ რომ რაკიღა თხისქაში ახალმთვარეობამ პრინციპს უნდა გავყვეთ, ის მოინიშნავს მიზანს, მოიხსნის ვარდისფერ სათვალეებს, იცის რომ სხვა მისმაგროთ არის შრომებს და მისი გასაკეთებელია ყველაფერი, მისი ცხოვრება საკუთარ ხელში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დიდური პოზიციით უყურებს და საბოლოო ჯამში ადრე თუ გვიან ის ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, თავის ასე ვთქვათ, სიჯიუტით, სიმშვიდით, გაწონასწორებულობით, სწორედ აფასებს თავის ასე ვთქვათ, რესურსებს. ეს მარტო ადამიანების ცხოვრებას არ ეხება. ეს გლობალურ ფაქტორებსაც ეხება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ 31 დეკემბრიდან კიდევ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი სერიოზული მიზნებისკენ სვლა, მთლიანად ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ჭრილში მაგალითად, რომელიც ითხოვს ჩვენგან აი ზუსტად ამ მიზნების დასახვას, ნაბიჯ აგურ-აგურ ესე ვთქვათ, ამ მიზნებისკენ სვლას. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი არის, მინდა გითხრათ, არა მხოლოდ ინდივიდუალურად ადამიანის ცხოვრებაში, ზოგადად გლობალურად. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფაქტორით იწყება, მოკლედ მიმდინარე ახალი წელი, უბრალოდ 2025 წელი. რა თქმა უნდა, კვირის მოკლე პროგნოზი მაინც უნდა გავაკეთო, მიუხედავად იმისა, რომ წინ დღესასწაულებია და შესაბამისად ხა ძალიან ბევრი ადამიანი რაღაც დოზით შეიძლება გამოთიშული იყოს, მაგალითად რაღაც ყოველდღიურ რუტინას და სამუშაო გარემოს, მაგრამ მანამ სანამ 31 დეკემბერი დადგება ძალიან კარგი პერიოდია სამსახურეობრივი, ესე ვთქვათ, გეგმების შესათანხმებლად. ეს კვირა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვინც არის ესეთი ყოჩაღი, ვისაც არ ეზარება მოინიშნოს რაღაც მნიშვნელოვანი გეგმები, მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება პირველი ესე ვთქვათ, აგური დადოთ რაღაც მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც უკვე 2025 წელში შესაძლოა უფრო მასშტაბურად ესე ვთქვათ, მივიღოთ შედეგი, მაგრამ ეს კვირა არის ზუსტად აი ამისთვის, რომ აი ვინც ყოჩაღია, ვისაც ესე ვთქვათ, აქვს სურვილი რომ რაღაც შეეთანხმოს მოლაპარაკებები, კარგი კვირაა, სხვათა შორის, აი რაღაც სამსახურებრივი მოლაპარაკებების საწარმოებლად, რომ აი მოვინიშნოთ მიზნები, მოვინიშნოთ, ვისაუბროთ. შეიძლება არ მოხდეს ამ კვირას შეთანხმება პირდაპირ გაგებით, რომ რაღაც გადაწყდეს, მაგრამ აი ამ ჰორიზონტებისთვის აი ეს ფანტასტიკური კვირა არის, ამიტომ რა თქმა უნდა, ურჩევდი ადამიანებს მოკლედ რომ გაჭრან ეს საძირკველი. კვირის მეორე ნაწილი დაახლოებით
დაახლოებით 3 რიცხვიდან მაყოლებული ცოტა ქაოსური შეიძლება იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მოუწიოს დაბრუნდეს იმ სიტუაციებში, დიალოგებში, თუნდაც რომელიც იყო ნოემბრის ბოლოს, საიდან 24-დან მოყოლებული პლუს-მინუს 10 დეკემბრის ჩათვლით. რამოდენიმე ზოდიაქოს ნიშანი იქნება, აუცილებლად ვისაც გავაფრთხილებდი ამის შესახებ და ვიტყვი, როცა ზოდიაქოს ნიშნებზე გადავალ. შესაბამისად, საკმაოდ ესეთი საინტერესო კვირა გველოდება წინ. რა თქმა უნდა, ვერძით უნდა დავიწყო, იმიტომ რომ ვერძით ვიწყებთ როგორც წესი ყოველთვის ჩვენ და ვერძის ნიშნით დამატებულ ადამიანებს ასაც ურჩევდი. ბოლო დღეების მანძილზე ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ვერძის ნიშნით არის დამატებული, არის სხვადასხვა მიზეზით დიდი ენერგეტიკული დანახარჯი. ზოგი ემოციურად არის ძალიან ემოციურია და ენერგიას ხარჯავს ემოციურად, რაღაც ვთქვათ, კონფლიქტებზე თუ რაღაც სიტუაციების გადაჭრაზე. ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ შეიძლება ცოტა, ესე ვთქვათ, იკლებს იმუნიტეტი, ამიტომ ჩემთან მეზოდიაქოებს ურჩევდი, რომ რამდენადაც შესაძლებელი არის დააზოგეთ თავი, არ გადაწყვეტ ეს თქვა თქვენი თავი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ცაზე ესეთი კონფიგურაცია, ეს არის მარსის და პლუტონის დაპირისპირება, მარსი ვერძის მმართველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები საკმაოდ, ესე ვთქვათ, დიდ ენერგეტიკულ დანახარჯზე მიდიან ამ ეტაპზე, ფიზიკურად იქნება თუ ემოციური კუთხით იქნება, არ დაკარგოთ დრო უაზრო კონფლიქტებში, მე ვიტყოდი, რომ აი სადღაც დაახლოებით 2-3 რიცხვის ჩათვლით არის ეს პერიოდი, აი უკვე ამის შემდეგ საშუალება გექნებათ მოდუნდე ისევ და ისევ ბევრი რამე გაარკვიოთ, იმიტომ რომ ახალმთვარეობა თქვენ შემთხვევაში მაგალითად მოიტანს ძალიან ბევრი რამის გარკვევას, საკუთარ თავში გარკვევას, აი ზუსტად ვარდისფერი სათვალების მოხსნას და რაღაც სიტუაციების სამომავლოდ მონიშნას, რომელიც ითვალისწინებს ზუსტად იმას, რომ შეაფასოთ ყველაფერი ობიექტურად, გადაანაწილოთ პრიორიტეტები და პრიორიტეტის მიხედვით მივხვდეთ, როგორ უნდა ესე ვთქვათ, დაგეგმოთ თუნდაც უახლოესი 5 თვე ნახევარი 6, მაგალითად და ძალიან ბევრი რამე შეიძლება გახდეს თქვენთვის ინფორმაციულად გასაგები. ძალიან ბევრი რამე ის, რაც დიდი ხნის მანძილზე თუნდაც პროფესიული კუთხით ცოტა გაურკვეველი იყო, საკუთარი თავის შეფასებით დაწყებული, ზოგადად დამოკიდებულებებით დამთავრებული, ამიტომ მიმდინარე კვირა, განსაკუთრებით 3 რიცხვიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ რამეზე და ვინმეზე აგიხელ თვალს და ეს ძალიან კარგი ეტაპი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ბევრ რამეში მიხვდებით, რომ ამაოდ ხარჯებთ დრო და რესურსი კვირის პირველ ნაწილში, ამიტომ გირჩევდით კვირის პირველ ნაწილში დაზოგოთ თავი, რამდენადაც ამის შესაძლებლობა გაქვთ. ყველაფერს მოასწრებთ, ყველაფერი გამოგივათ და შეიცადეთ, რომ აი ამ ბალანსში იყოთ. არ შეხვიდეთ კონფლიქტში, პირველ რიგში საკუთარ თავთან, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება რაღაც მოსწრება გინდათ, რაღაცას ვერ ასწრებთ, ისე ვერ ასწრებთ, თქვენ თავს ებრძვით, იმიტომ რომ ბევრი ვერძის შემთხვევა შეიძლება ის იყოს. ასევე არ შეხვიდეთ კონფლიქტში მორიელის და თქვენივე ნიშნის, ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან, ასევე გირჩევდით არ ხარჯოთ დრო და რესურსი კვირის პირველ ნაწილში გარკვეულ ჯგუფთან, კოლექტივთან და სისტემასთან ქარის წისქვილების კუთხით, ესე ვთქვათ, დონკიხოდივით ბრძოლაში, იმიტომ რომ რაღაც საკითხები, თუ კი თქვენ ამ საკითხებს სწორად გაანაწილებთ, სიმშვიდე შეინარჩუნებთ 3 რიცხვის შემდეგ და უკვე იქეთ კვირაში თავისთავად ნელ-ნელა განიმუხტება. რაც შეეხება კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მათ შემთხვევაში არის კვირის პირველი ნაწილი, პრინციპში ვიტყოდი, რომ მეტნაკლებად 12-ვე ნიშანი შეეხება, რამოდენიმე განსაკუთრებით ეს კვირა, განსაკუთრებით იმის დასაწყისი, არის ძალიან დიდი განახარჯების, თუ ემოციური, თუ ფიზიკური. კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანების შემთხვევაში კვირის პირველი ნაწილიც არის ესეთი, რომ თქვენ მოგიწევთ დაგეგმოთ, გადაგეგმოთ, შეათანხმოთ, მე კიდევ ერთხელ შეათანხმოთ. შეიძლება სიტუაციები იცვლებოდეს არა იმიტომ, რომ თქვენ ეს გინდათ, არამედ იმიტომ, რომ გარემოებები ლაგდება ესე და ძალიან ესეთი მომთხოვნი, პრეტენზიული ადამიანების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრებიც, ასაკით უფროსი ადამიანებიც, თქვენი ყურადღება შეიძლება კვირის პირველ ნაწილში მოითხოვონ ასევე ისევ და ისევ ასაკით უფროსმა ადამიანებმა, მათმა საჭიროებამ რაღაც გადაგეგმა მოგიწიოთ შეიძლება იმიტომ, რომ მათ საჭიროებებს უკავშირდება ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე კვირის პირველ ნაწილში შეეცადეთ, რომ გქონდეთ გეგმა B და რა ვიცი, გეგმა D-ც, თუ ესე ვთქვათ, საჭიროა და უკვე კვირის მეორე ნაწილში, ზუსტად 3-4 რიცხვიდან მოყოლებული, საშუალება გექნებათ დამსახურებულად, ესე ვთქვათ, მოდუნდეთ, ისიამოვნოთ კომუნიკაციით, ისიამოვნოთ თუნდაც დღესასწაულებით და ახლო მეგობრებთან ურთიერთობებით, ანუ გექნებათ პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით იმის საშუალება, რომ ამოისუნთქოთ. ასევე შეიძლება ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ვინც კუროს ნიშნით არის დაბადებული, საშუალება იყოს
იყოს რაღაც მოკლებადიანი, ესე ვთქვათ, წასulis მაგალითად ქალაქიდან გასulis, ქვეყნიდან გასulis, ანუ გექნებათ იმის საშუალება, რომ ცოტა ხნით მაინც თავს მისცეთ მოდუნების და დასვენების უფლება, რაც ყურებს შორის ძალიან უყვართ. რაც შეეხება ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, გირჩევდით კვირის პირველ ნაწილში, თქვენ გეხებათ ზუსტად ის, რომ შეათანხმოთ, დაიწყოთ მოლაპარაკებები. საწყისი ეტაპი იყოს მოკლედ თქვენთვის შეიძლება რაღაც მოლაპარაკებების, იმიტომ რომ უკვე იანვრის მეორე ნახევრიდან ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს, როდესაც თქვენი მმართველი პლანეტა უკვე თხისქის ნიშანში გადავა, ჯერ კიდევ მშვილდოსანში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება გაქვთ აი ახლა ზუსტად გაჭრათ რაღაც საძირკველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის, იმისთვის რომ შეთანხმდეთ, იმისთვის რომ რაღაც კონსტრუქციულად, ესე ვთქვათ, დაძრათ ადგილიდან, მოკლედ დღის წესრიგში დააყენოთ საკითხი, თუმცა აი ახლა შეგიძლიათ ისარგებლოთ კონკრეტული ადამიანების კეთილგანწყობით იმისთვის, რომ მათგან მიიღოთ რაღაც შეთანხმება, რომ მოდი განვიხილოთ ეს ყველაფერი 2025-ში უკვე იანვარში, იმიტომ რომ იქნება, ისევე დამის შანსი იქნება და შესაძლებლობაც იქნება. ერთადერთი რასაც გირჩევდით, კვირის ბოლოს მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ერთდროულად ბევრ საქმეს არ ეჭიდებოდეთ და არის ამის შანსი, რომ ძალიან ბევრ საქმეს ერთდროულად ეჭიდებოდეთ და ყველა ფრონტზე გინდოდეთ მოასწროთ, მაგალითად, ასე ვთქვათ, ყველაფერი გააკეთოთ მაქსიმალურად კარგად, იმიტომ რომ სურვილი იმისა ყველაფერს მოერგოთ და ყველას ეყოთ. შეიძლება საბოლოოდ ამას შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რაღაცები გამოგრჩეთ შესაძლებელია, რაღაც საკითხები შეიძლება მაგალითად გამოგრჩეთ, შეთანხმება გამოგრჩეთ, რაღაც ქაოსურობის ალბათობა არსებობს თქვენ ცხოვრებაში, ასევე თქვენ გირჩევდით ზუსტად რომ გაიხსენოთ ის საკითხები, რომელიც რაღაც მიზეზით გადაუწყვეტელი დატოვეთ, ვერ შეამჩნიეთ, ესე ვთქვათ, არ გამოდიოდა, ესეც შესაძლებელია და ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ნოემბრის 24 რიცხვიდან მოყოლებული დაახლოებით დეკემბრის დასწრისამდე, თუ კი თქვენ ცხოვრებაში იყო რაღაც გაუგებრობები, რომელიც დინებაზე მიუშვით და თქვით, რომ რაც იქნება, მაგალითად არამე არ შეამჩნიეთ, ან ვინმე არ შეამჩნიეთ, შეიძლება ეს იყოს ასევე რაღაც უთმელი პრეტენზიები და კონფლიქტები კონკრეტულ ადამიანებთან, აი ახლა შეიძლება ეს ყველაფერი დადგეს ისევ დღის წესრიგში, იმიტომ რომ მოbrunდება რაღაც საკითხები და ამ ყველაფრის გადაჭრა აუცილებლად მოგიწევთ, საჩქაროდ მოგიწევთ და ძალიან კარგი იქნება თუ კი თავს არ არიდებთ ამას, იმიტომ რომ ეს საშუალებას გაძლევთ, ბევრი დრო და რესურსი დაზოგოთ და ახლა გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ამ ყველაფრის გაკეთება. თუ ეს ნოემბერში არ გამოვიდა, მაშინ აი ახლა გაქვთ უკვე შანსი, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროთ საბოლოოდ დახუროთ ეს ფურცელი მოკლედ. რაც შეეხებათ კიჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. კიჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ეს ახალი წელი ყველაზე ემოციურად მოწყვლადია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მთვარე არის კიჩხიბის ზოდიაქოს მმართველი და ჩვენ ახალ მთვარეობა გვაქვს და კიჩხიბები ძალიან გრძნობიარე ადამიანები არიან და ისინი მთვარის ფაზებს ფანტასტიკურად გრძნობენ, როგორც წესი ყოველთვის. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ახალ მთვარეობა ჩვენ გვაქვს თხისქის ზოდიაქოს ნიშანში, ეს კიჩხიბისთვის მისი პარტნიორული ნიშანია, ოპოზიციური ნიშანია, იქნება რაღაც სიტუაციები, სადაც ან საბოლოოდ გაირკვევა თქვენი ურთიერთობები, რაღაც ურთიერთობების ჩანასახს გაარკვევთ მოკლედ და საბოლოოდ გაარკვევთ რაღაც მიზეზებს, რატომ არ გამოდიოდა ის, რაც არ გამოდიოდა, მაგალითად ეს არ ეხება მხოლოდ ოჯახურ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ეს შეიძლება ეხებოდეს საქმიან ნაწილს, სადაც თქვენ შეიძლება რამე გაარკვიოთ, თუმცა ასევე შესაძლოა ეს იყოს სიტუაციები, სადაც იქნებით ემოციურად მოწყვლადი, შესაძლოა დასკვნები ნაჩქარევად გამოიტანოთ, ამიტომ გირჩევდით არ გამოიტანოთ ნაჩქარევად დასკვნები, იმიტომ რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ეხლა დაიწყებს ფაქტორად ფორმირებას, მინდა გითხრათ, და ამ ყველაფერს თუ კი შვიდად შეხედავთ და პრიორიტეტებს სწორედ გაანაწილებთ, დაახლოებით გაზაფხულის პერიოდში, მით უმეტეს თუ ეს ეხება ბიზნეს პარტნიორულ და საქმიან ურთიერთობებს, თქვენ მიიღებთ ძალიან კარგ შედეგებს. ამიტომ გირჩევდით, არ ჩადგეთ ბავშვის პოზიციაში, აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა ნებისმიერ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ კიჩხიბისთვის ზუსტად ამ ხრივ იქნება ცოტა ემოციური, თავისებურად ემოციური ეს პერიოდი, იმიტომ რომ მან უნდა აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობები, არ უნდა ჩადგეს, ესე ვთქვათ, ბავშვის პოზიციაში, არ უნდა დარჩეს ბავშვის პოზიციაში და ასევე, მოიკიდებით მზაფრად მოთხოვნებს ან კრიტიკას ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით ასაკით უფროსი ადამიანების მხრიდან, იმიტომ რომ ზოგადად ვიტყოდი, რომ ამ ახალ წელს ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღებით მოვეკიდოთ, მოუფრთხილდეთ და თუ საშუალება გვაქვს გავატაროთ კიდეც 31 დეკემბერი ასაკით უფროს ადამიანებთან ერთად. ბები
ბებიებთან, ბაბუებთან, ვინც ასაკოვანია, მოკლედ ისე ვთქვათ, ხანდაზმული მშობლები, მაგალითად, იმიტომ რომ თხისქა საერთოდ სადაც ხა გვიწევს ჩვენ ახალმთვარეობა, ეს არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც შეესაბამება ასტროლოგიაში ბებიებს, ბაბუებს, ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით უხარიათ და ჭირდებათ ჩვენი ყურადღება და 31 დეკემბერს ზუსტად აი ამის გაკეთება აუცილებელიც არის და კარგიც არის პირდაპირ გეტყვით და კირჩხიბისთვის ეს მით უმეტეს ძალიან პრიორიტეტული იქნება. რაც შეეხება ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ძალიან ეფექტური კვირაა, მინდა გითხრათ, საკმაოდ ეფექტური კვირაა თქვენთვის. თქვენ მოინიშნავთ პრიორიტეტებს, ან ელემენტარულად იმას მიხვდებით, რომ რაღაც მიზნები თქვენ ცხოვრებაში კონკრეტულად გამოიკვეთა უკვე და მზად იქნებით, რომ ყოველგვარი აღელვების გარეშე შვიდად გაანაწილოთ თქვენი პრიორიტეტები, გაანაწილოთ თქვენი რესურსები. შეიძლება ეს გრძელვადიანი მიზნები იყოს, აი თქვენ ნამდვილად ხართ იმ კატეგორიაში, იმიტომ რომ რა მდინარე კვირის მანძილზე მზის და სატურნის ძალიან კარგი ასპექტი გვაქვს, მზე ლომის მართველი მნათობია. ეს იმას ნიშნავს, რომ ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ სიმშვიდით განმოხტონ უკვე არსებული კონფლიქტები, მუყაითობით და ესე ვთქვათ, შრომისუნარიანობის შედეგად და სწორად გადანაწილებული, ესე ვთქვათ, მოვალეობების ხარჯზე ასევე მიიღონ რაღაც რეზულტატი მდინარე კვირის მანძილზე და დაასრულონ მაგალითად ისეთი ტიპის ურთიერთობები ან პროექტები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რაღაც სხვა მიზეზიდან გამომდინარე ბოლომდე ვერ მიყავდათ. ამიტომ ეს ძალიან ეფექტური და კარგი კვირაა, ასევე მდინარე კვირა ძალიან გაგიუმჯობესებთ ურთიერთობებს შვილებთან, მათთან ურთიერთობაში რაღაც ძალიან სასიამოვნო და კარგი მომენტები იქნება. და ასევე თუ ქონათ გართულებული ურთიერთობა ბავშვებთან, მაგალითად განსაკუთრებით ასაკით ცოტა ასე ვთქვათ მოზარდებთან, ცოტა უფროსი შვილები თუ ყავთ, ამ კვირის მანძილზე ამ კონფლიქტის დარეგულირების ძალიან რეალური და კარგი შანსები გეძლევათ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თქვენ შემთხვევაში ვიტყოდი ეს დრამას კვირის პირველ ნაწილში ხართ ქარიზმატულიც, შეგიძლიათ ძალიან ბევრი საქმე ასე ვთქვათ დაგეგმოთ, გადაგეგმოთ, მოაგვაროთ. კარგი პერიოდია პირადი კონტაქტების გამოსაყენებლად იმისთვის, რომ აი ზუსტად გაჭრათ პირველი შესაძლებლობები სამომავლო მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ პროექტებისთვის, გეგმებისთვის, აი შეხვდეთ კონკრეტულ ადამიანებს ძალიან სასიამოვნო არა საქმიან ესე ვთქვათ სიტუაციაში და მათთან დაიწყოთ უკვე მოლაპარაკება ისევ და ისევ ვიტყვი არაფორმალურ გარემოში შეიძლება თქვენთვის იყოს ძალიან კარგი შანსები მიმდინარე კვირის პირველ ნახევარში იმისთვის რომ სამომავლო პერსპექტიული ესე ვთქვათ რაღაც საქმიანი შეთანხმები და პროექტების აი აქტივაცია დაიწყოთ. თუმცა თქვენ შემთხვევაში კვირის ბოლოს აუცილებლად მივაქცევდი ყურადღებას დოკუმენტებს გადაადგილებისას მაგალითად კი გადაადგილდებით, გადიხართ ქვეყნიდან, თუნდაც კვეთავთ საზღვარს, ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად დააკვირდეთ ყველაფერს, გქონდეთ დაგეგმილი, გაუთვალისწინებელი სიტუაციებსაც მიაქციოთ ყურადღება, ტრანსპორტსაც ასევე, გაჯეტებსაც, თუ ეს სამუშაო, ასე ვთქვათ, მაგალითად, სადმე მივლინება, ან მიდიხართ რომ იმუშაოთ და პარალელურ რეჟიმში გინდათ იმუშაოთ, ასევე უნდა დააკვირდეთ სიტუაციებს, რომელიც იყო თქვენ ცხოვრებაშიც და ვერ გადაჭერით, არ გადაჭერით თვითდინებაზე მიუშვით, რომელიც უნდა ყოფილიყო თქვენ ცხოვრებაში ნოემბრის ბოლოს 24-25 რიცხვიდან მოყოლებული დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში თუ აქ იყო რაიმე გამწვავებული ტიპის კონფლიქტები ან კონფლიქტის წინაპირობა რომელიც თქვენ მივშვით თვითდინებაზე რაღაც მიზეზით ეს თქვათ არ გადაჭერით ეს ყველაფერი არ აიღეთ პასუხისმგებლობა მაგალითად გადადეთ აი ახლა დაბრუნდება ეს თემები თქვენს ცხოვრებაში და ძალიან კარგი იქნება თუ კი აქაც შეიძლება რომ ანუ აღარ აარიდოთ თავი ამ ყველაფერს და მიიყვანოთ ბოლომდე ილაპარაკოთ გაარკვიოთ იმიტომ რომ შეიძლება ის იყოს გარკვეული კონფლიქტები თუნდაც ოჯახური მაგალითად სადაც თქვენ დუმილი არჩიეთ არ ილაპარაკეთ და ეს ყველაფერი კიდევ მოbrunდება თქვენს ცხოვრებაში და ძალიან კარგი იქნება ეხლა საბოლოოდ თუ დაусვამთ რაღაცებს წერტილს მათ შორის არა მხოლოდ ოჯახურ პირად და პარტნიორულ ურთიერთობებსაც შესაძლოა ეხებოდეს ეს ყველაფერი რაც შეეხება სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს კვირის პირველ ნაწილში მოგიწევთ იყოთ მულტიფუნქციური შესაძლოა იყოს სიტუაციები სადაც ასევე მოგიწევთ დაგეგმოთ გადაგეგმოთ თქვენ როგორც გინდათ და როგორც ესე ვთქვათ კომფორტში გზნობთ თავს ფათისი არ იყოს შეიძლება ასევე თქვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს მოულოდნელი ასე ვთქვათ იმპულსური დანახარჯები ოღონდ შეიძლება არ იყოს გარემოებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს რაღაც თქვენი განწყობიდან მაგალითად გამომდინარე სხვათა შორის ასევე სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანს ურჩევდი წინას ახალწოდ მინიმუმ 3-4 რიცხვის ჩათვლით
შეიძლება რაღაც ახალი გინდოდოთ მკვეთრი და ესეთი ექსპერიმენტები როგორ გითხრათ ექსცენტრული გარეგნობაზე არ ჩატაროთ სასურველი იქნებოდა იმიტომ რომ შეიძლება მე აღმოჩნიეთ რომ თათ ის არ არის რაც თქვენ გინდოდათ მაგალითად მოწყენილობამ გიბიძგათ ამ ყველაფრისკენ და აი კვირის მეორე ნახევრიდან 3-4 რიცხვის ჩათვლით კი ბატონო შეგიძლიათ დაგეგმოთ იმიტომ რომ თქვენი მართალი პლანეტა გადადის ფანტასტიკურ არაჩვეულებრივ მისთვის ეგზალტაციის ეს თქვენ ზონაში რაც იმას ნიშნავს რომ უკვე 3-4 რიცხვიდან მოყოლებულად თქვენ საშუალება გაქვთ. მოდუნდეთ, თავი იგზნოთ მნიშვნელოვნად, დაიყვნოთ, ესე ვთქვათ, თუნდაც პარტნიორს მაგალითად მოახდინოთ რაღაც ცხოვრა დელეგირება, თქვენი გასაკეთებელი შეიძლება ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანებმაც აიღონ, თქვენ თავზე ანუ საშუალება გექნებათ, მართლა მოდუნდეთ და დატკბეთ მოკლედ იმ მოცემულობით, რომელშიც იქნებით. თქო, ეს მოსალოდნელია, სადღაც დაახლოებით 2-3 რიცხვის შემდეგ უკვე. ამიტომ შეიცადეთ მანამ, ესე ვთქვათ, სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები და თავი არ გადაწყვეტთ პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. მიმდინარე კვირის თავარი ეს თქვათ შლეიფი არის მორიელის მართველი პლანეტის პლუტონის დაპირისპირება მარსთან. მორიელს არ მოწონს, სავარაუდოდ არ მოწონს თავისი გარეგნობა, რაღაც ესე თქვათ არ მოწონს ტემპი, რომლითაც მისი ცხოვრება ესე თქვათ მიდის, მაგალითად პატარ-პატარა ესეთი კონფლიქტური კოეფიციენტები, რომელიც ძირითადად შინაგანი კონფლიქტებიდან არის აღმოცენებული, კვირის პირველ ნაწილში არის მოსალოდნელი, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ესეთი რომ მიიღეთ თქვენი თავი მოცემულობაში, თუ კი რაღაც საკითხები ისე არ მიდის, ისეთი სიჩქარით არ მიდის თქვენ ცხოვრებაში, როგორც თქვენი სურვებდით და გინდათ და გეგმავთ, ცოტა ხანი მოთმინებით მოეკიდეთ ამ ყველაფერს, ცოტა ხანი, იმიტომ რომ მე განიმუხტება ძალიან ბევრი ფაქტორი თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე შეიცადეთ ისიამოვნოთ მომენტით, მაქსიმალურად დატკბეთ მომენტით და ნუ გექნებათ მოკლედ ეს შინაგანი კონფლიქტი საკუთარ თავთან, რომ მეტი შეგიძლიათ რაღაცას ვერ აკეთებთ, არ აკეთებთ, გარემოებები გიშლიან ხელს, ცოტა ესეთი შეგრძნება იქნება, აი საკუთარ თავთან არ ვარ ეფექტური, არ ვარ მოწოდების სიმაღლეზე, მე გირჩევდით, რომ ცოტა უფრო მეტად ესეთი დანდობითი პრინციპით მოიკიდოთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით ფიზიკურ ხელს, იმიტომ რომ ვერძი და მორიელი ალბათ არის ის ორი ნიშანი, რომელიც მიმდინარე კვირის პირველ ნახევარში გაუცნობიერებლად საკუთარ თავს და ენერგეტიკას ძალიან ესე ვთქვათ გადაწვავს ფაქტობრივად მინდა გითხრათ და შეიძლება საერთოდ არ გჭირდებათ ეგ და არავის არ ჭირდება რაღაცის მტკიცება თქვენი მხრიდან, მით უმეტეს თქვენ თვითონ არ უნდა უმტკიცოთ საკუთარ თავს ეს ყველაფერი. ამიტომ შეიცადეთ მოდუნდეთ ისიამოვნოთ პროცესით და დაელოდოთ სიტუაციებს, რომ აი თავისით ნელ-ნელა განვითარდეს. რაც შეეხება ძვირფას მშვილდოსნებს. მშვილდოსნებს დეკემბრის თვე განსაკუთრებით დაახლოებით შუა პერიოდიდან მოყოლებული ცოტა თავისებური ქონდათ. მინდა გითხრათ, ახლა დადგა დრო იმისთვის, რომ ცოტა ამოისუნთქოთ, საკუთარი თავით დაკავდეთ, ეს კვირა გიქნებათ იმისთვის, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, თქვენს თავთან მოკეთ მარტო დარჩეთ, თუნდაც დაისვენოთ, პატარ-პატარა რუტინებში იპოვოთ თუნდაც ბედნიერება, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე შესაძლოა ძალიან დიდი ბედნიერება მოგანიჭოთ, არა რაღაც გრანდიოზული სკეთებამ, არამედ აი რაღაც ყოველდღიურმა რუტინამ, თუნდაც რაღაც გაუმჯობესებამ, თუნდაც აი სადღესასწაულო სამზადისმა მაგალითად, ანუ ამ პატარა რუტინაში შეიძლება გაცილებით უფრო მეტად დაისვენოთ ახლა და ამოისუნთქოთ და მივხვდეთ რომ ცხოვრება შვენიერია და თქვენ ზოგადად ხართ ადამიანები, რომლებიც სულ ესე უყურებენ პრინციპში სამყაროს, თუმცა დეკემბერი ცოტა თავისებური ქონდა ბევრ მშვილდოსანს, მათთან იყო რაღაც მნიშვნელოვანი მომენტები, ცოტა სტრესულიც, შეიძლება ესე ითქვას, ემოციურიც და აქედან გამომდინარე სახალხოდ შეგიძლიათ ცოტა მეტი მოდუნების უფლება მისცეთ საკუთარ თავს, ოღონდ თქვენ შემთხვევაშიც შესაძლოა დაბრუნდეს გადაუჭრელი საკითხები ან პრობლემები რომელიც აი თქო ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში სხვა მიზეზიდან გამომდინარე, უფრო სავარაუდო რა თქვენ კი არ არიდეთ თავი კონკრეტულად არ გამოდიოდა რაღაც კომუნიკაცია არ გამოდიოდა მაგალითად რაღაც რუტინული საქმეების ბოლომდე მიყვანა არ გამოდიოდა შეიძლება რაღაც გადადეთ, მოგიწიათ გადაგედოთ, ეს თემა შეიძლება დაბრუნდეს ისევ თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თუ ეს ეხება უცხოეთს, უცხოელებს, სწავლას, განვითარებას, აი ეს თემები შეიძლება ისევ დაბრუნდეს თქვენთან და ახლა გექნებათ საშუალება ძალიან ეფექტურად გადაჭრათ ეს
პრობლემები და ყველაზე კარგი, რასაც გაძლევთ მithuete სახელმთვარეობა თქვენ შემთხვევაში, ეს არის რაღაცნაირად ამოქაჯოთ საკუთარი ეგო და მიხვდეთ რომ რაღაც გარკვეულ საკითხებში ძალიან ეფექტური ყოფილხართ, თქვენი მეთოდები ბევრად უფრო ეფექტური ყოფილა ვიდრე სხვისი, მაგალითად, თუმცა ვიღაცებს ადარებდით თავს და ამიტომ ეს კვირა ესთია ზუსტად რაღაც საკუთარ ეგოსთან დალაგების მოკლედ და საბოლოო ჯამში რომ მიამაყოთ საკუთარი თავით, აი ზუსტად ამ პრინციპით გაივლის თქვენთვის მიმდინარე კვირა. რაც შეეხება თხისქებს. თხისქები მიმდინარე კვირის მანძილზე ემოციურად ბევრად უფრო დამთმობები ხდებიან, ბევრად უფრო ლოიალურები ხდებიან. ზოგადად უჩნდებათ სურვილი რომ ნაკლები რესურსი ხარჯონ რაღაც მტკიცებებზე, მაგალითად კონკრეტულ ადამიანთან, განსაკუთრებით კომუნიკაციაზე და კონფლიქტზე იმ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან ემოციურად ეკიდებიან საკითხს მაგალითად. ამიტომ ეს კვირა ძალიან კარგია მისი პირველი 2 დღე მაგალითად. შესანიშნავია იმისთვის, რომ განმუხტოთ სამსახურში არსებული კონფლიქტები, თუ რა თქმა უნდა ეს კონფლიქტები იყო თქვენ შემთხვევაში, განმუხტოთ ყველანაირი ტიპის ურთიერთობები ემოციურ, ზედმეტად ემოციურ ადამიანებთან, რომლებთანაც არ გამოდიოდა რაღაც შეთანხმება, მათ შორის პირად და პარტნიორულ საკითხებში შესაძლებელია, იმიტომ რომ თქვენ ახლა გაცილებით უფრო ლოიალური ხართ. ასევე თქვენ შემთხვევაშია ყველაზე მთავარი პერიპეტია, იმიტომ რომ ახალმთავრობა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში უწევს და განსაკუთრებით მათთვის, ვინც დეკემბერში ბრძანდება დაბადებული. თქვენთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი 6 თვიანი პერიოდი, როდესაც საშუალება გექნება დაწყებული გარეგნობით დამთავრებული საკუთარ თავზე წარმოდგენით, ძალიან ბევრი რამე შეცვალოთ, გაამყაროთ, რაღაც კომუნიკაციები დაალაგოთ, თუნდაც მონიშნოთ კარიერული მიზნები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს კვირა მისი პირველი 2 დღე ძალიან კარგია იმისთვის, რომ მოვნიშნოთ, რაღაც ახალი პრიორიტეტები მოვინიშნოთ, პატარა აგური დავდოთ და მერე უკვე განვითარებას ნელ-ნელა მოგცემს, ასე ვთქვათ, სამყარო საშუალებას. ამიტომ თხისქებს საკმაოდ კარგი კვირა აქვთ, ცოტა ემოციურიც შეიძლება ითქვას, ახალმთავრობა მათ ნიშანში უწევს, მაგრამ ერთიანობაში ეს კვირა თხისქისთვის საკმაოდ კარგი და ეფექტური იქნება. მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, დრო დადგა მიმდინარე კვირის პირველ ნაწილში განსაკუთრებით მიხვდეთ იმას, რომ ადამიანები, ვისთანაც რაღაც კონფლიქტი შეექმნათ ბოლო 2 კვირის მანძილზე, ძირითადად თქვენ კი არ გეწინააღმდეგებიან, თქვენი და მათი ფასეულობათა სისტემა განსხვავდება ერთმანეთისგან და მეორე თემა ეს არის მიზეზი იმის, ასე ვთქვათ, ამ რაღაც გაუგებრობების ან უთანხმოების მიზეზი თუ იყო თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება იყოს ნათესავები, ახლოწრის ადამიანები, საკმაოდ ახლოწრის ადამიანებს ეხებათ ქალბატონები, განსაკუთრებით დედრობით ეს წარმომადგენლები, შესაძლოა ეს ყველაფერი არის იმის მიზეზი, რომ თქვენ პრინციპულად არ გინდათ მათ ადგილას დააყენოთ თქვენი თავი, იგრძნოთ ისინი რას გრძნობენ, თუნდაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგებით გარკვეულ ცვლილებებს. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური ცვლილებებიც, მაგალითად, რაღაც რუტინის ყოველდღიურობის შეცვლა, მაგრამ კვირის ბოლოს მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და ზოგადად მიხვდებით იმას, რომ არავინ არ განგჯდით და არ გაკრიტიკებთ და დაინახავთ, რომ ძალიან ბევრი მოკავშირე გიყოლებათ, თუ კი მარტივად შეხედავთ, რომ თქვენი პრობლემა სიმარტივის პრობლემაა და აი ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება ამ წინა საახალწლოდ, თუ კი თქვენ უბრალოდ ცოტა მასშტაბში და მარტივად შეეცდებით სიტუაციის დანახვას და გაუგებთ იმ ადამიანებსაც, ასევე ვინც რაღაც შეთანხმებაში პრიორიტეტებში გეწინააღმდეგებოდათ და აქედან გამომდინარე რაღაც კონტაქტების აღდგენაც შეიძლება, ძველი შესაბამების გამოსწორებაც შეიძლება ამ წინა საახალწლოდ, თუ კი ამ პასუხისმგებლობას აიღებთ. და ბოლო ნიშანი თევზები. თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რასაც ურჩევთ. კვირის პირველ ნაწილში თქვენ შემთხვევაში ვიტყოდი ამას, რომ ძალიან ეფექტური შეგიძლიათ იყოთ, ძალიან ბევრი საქმე შეგიძლიათ, საქმე შეგიძლიათ გართო თავი, თუმცა აუცილებლად დააკვირდით 3 რიცხვის შემდეგ პერიოდს, როდესაც თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა დაბრუნდეს რაღაც გაუგებრობები, გაუკოლობები, ინფორმაციულიც, ბიუროკრატიულიც რაღაც, ასე ვთქვათ, საბუთებს რაც ეხება, უცხოეთს რაც ეხება, რომელიც ჯერ კიდევ, რომლის ფესვებიც უნდა მოუძებნოთ 24 ნოემბრიდან მოყოლებული დაახლოებით 10 დეკემბრის ჩათვლით. თუ აქ იყო რაღაც გაურკვევლობები, რომელმაც ან დაგსტრესათ, ან შეგაშინათ, ან რაღაც სიტუაციები, სადაც თავი არ იგზნით მაინდამაც მოწოდების სიმაღლეზე, ჩემი რჩევა იქნება, გაუსწოროთ ახლა თვალი ამ ყველაფერს, არ შეგეშინათ
მოვაშინდეთ და ძალიან თამამად ცადოთ მათი გადაჭრა. იმიტომ რომ ამის გადაჭრის შუალება მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენ შემთხვევაში აუცილებლად იქნება. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საყოველთაო პერიოდი გვაქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც არის მშრომელი, ვისაც საკუთარი მიზნების, ესე ვთქვათ, და პრიორიტეტების დასახვა მინიმუმ ჩამოწერის კუთხით, ესე ვთქვათ, ქაღალდზე მაგალითად დავწეროთ, რომ აი რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, აი ესეთი ადამიანებს არის ფანტასტიკური კვირა, იმიტომ რომ ეს ახალი წელი გვეუბნება იმას, რომ რისებჯერა ჩვენ, რამდენად სწორედ ვანაწილებთ პრიორიტეტებს და რამდენად არ გვეშინია ვიაროთ ამ მიზნებისკენ, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ გრძელვადიან პერიოდში, მაგრამ იმედით და შემართებით, უბრალოდ ყველას ეხება. ამიტომ წარმატებულ კვირას გისურვებთ. დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, უკვე დღესაც სწავლების შემდეგ, თუმცა ხვალ ვიქნებით აუცილებლად უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს კვირის პროგნოზით, იმიტომ რომ ხვალ მე პროგნოზით, კვირის პროგნოზით დღეს გავაკეთე, ხვალ მე ვარ ძალიან ესეთი სუყე პროგნოზით 2025 წლის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით აბსოლუტურად შესახებ უნდა ვისაუბროთ და ძალიან ესეთი დიდი ამბები გველოდება ხვალ. გითხრათ, ხვალ დილით ვიქნები ზუსტად აი ამ პროგნოზით, ამ კვირის პროგნოზით დაგუბრუნდები უკვე ჩვენს მაყურებელს 2025 წელს. კი ბატონო